პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, რომ მოგვედით მიხარი ამდენი ნაცნობი სახის დანახვა, მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როდესაც ყველას ძალიან ბევრი საფიქრალი გვაქვს, სადარდი გვაქვს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, სადაც მოწვეული ყავდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტთა და ჯგუფის წარმომადგენლები. ამ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გაგვეცნო ჩვენ განვლილ პერიოდში პროექტის ფარგლებში ის აქტივობები, რომელიც ადვოკატირებასთან დაკავშირებით განხორციელდა და ძირითადად განხორციელდა მათივე მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სულ 8 ადვოკატირების კამპანია განხორციელდა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ და დღეს გქონდა ერთგვარი შეჯამება ამ კამპანიების. რითიც დავიწყეთ პროექტი, ეს იყო ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების კომპონენტი, რომლისთვისაც რიგი აქტივობები განხორციელდა, მათ შორის ტრეინინგები, აქტივობები ადგილობრივ დონეზე, კონსულტაციები, მხარდაჭერა, ძირითადად ეხებოდა სამოქალაქო ბიუჯეტირების მიმართულებას და გენდერულ ბიუჯეტირებას. ჩვენ წარვადგინეთ დამცრე აუდიტორიასთან ის სამი ტიპის რეკომენდაციები, რომელიც მოიცავს ქალთა და კაცთა თანასწორ ჩართულობას ადგილობრივ ბიუჯეტირების პროცესში, ტრანსპორტის ხელშეწყობის პროცესის გაუმჯობესებას და მესამე იყო დასაქმების ხელშეწყობა, როგორ უნდა მოხდეს მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეზე. ერთი მიმართულება, რომ ბიუჯეტირების პროცესი უფრო მეტად დახვეწილი ყოფილიყო, გაუმჯობესებული ყოფილიყო და საზოგადოება უფრო მეტად იყოს ჩართული. რასაც მოყვებოდა მეორე კომპონენტი პროექტის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება, რომლის ფარგლებშიც ქვემო ქართლშიც და სამცხე-ჯავახეთშიც ჩატარდა და გარდა მაგისა იყო მცირე საგრანტო კონკურსი. რომ მითხრა პროექტის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი ჩვენი რეგიონისთვის და რა პროექტი იყო? პროექტი ეხებოდა ქალების რეპროდუქციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინფორმირება, რომელიც იყო ჰექსეპერ ჯორჯიას მიერ მხარდაჭერილი და პროექტის მიზანი მათ შორის იყო ადვოკატირების კამპანია. ჩვენ გქონდა საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობა ორივე მუნიციპალიტეტთან, ინტერესი თვითონ მოსახლეობის მხრიდან და თვითონ ქალების მხრიდან იყო საკმაოდ მაღალი. თვითონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმაც, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც ძალიან კარგად ნახეს, ხო, ეს ყველაფერი და პრინციპში ჩვენ მივიღეთ უკავშირი ორივე მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც განახორციელეს უშუალოდ საბიუჯეტო ცვლილება და მოახდინეს ჩანაწერები, სადაც იყო გამოყოფილი თანხები კონკრეტულად ამ სერვისის განხორციელებისთვის. რაც შეეხება შიდა წესებს, თუ როგორ და რანაირად განკარგავდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში არ ვერეოდით. მარნეულის მუნიციპალიტეტს თუ არ ვცდები 7,000 ჰქონდა გამოყოფილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტს 3,000 ლარი. მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ამ ცვლილების მიღების შემდეგ, რამოდენიმე თვის მერე, თხოვეს საკონტაქტო ინფორმაციები და მთელი ეს პროცედურები თუ როგორ ვახერხებდით მობილიზებას ქალების და სერვისების უზრუნველყოფას, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და მათ ეს საბიუჯეტო სახსრებით ასახეს და შემდეგ უკვე თვითონ განახორციელეს ეს აქტივობები. ბოლნისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში სამწუხაროდ მე რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა თანხის გამოყოფა მოხდა, მაგრამ ათვისება არ ყოფილა ამ თანხის. ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, მით უმეტეს ქვემო ქართლი ხო არის ძირითადად სოფლის მეურნეობაზე დაყრდნობილი რეგიონი, ძირითადი ნაწილი ხო არიან ჩართული ოჯახში შრომას, სადაც თავიანთი პირადი ანაზღაურება არ აქვს და ზოგადად ეს სერვისი არის საკმაოდ ძვირი, ანუ კიბოსთან ბრძოლის ერთადერთი გამოსავალი არის წინასწარი სკრინინგი და იმუნიზაცია იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს რეგიონს.